თავი 25. სამთავროში მისვლისთანავე ფესტოსი 3 დღის შემდეგ კესარიიდან იერუსალიმს გაემგზავრა. მღვდელმთავარმა და იუდეველთა მთავრებმა აცნობეს მას თავიანთი სარჩელი პავლეს წინააღმდეგ და ევედრებოდნენ მას. სთხოვდნენ წყალობას, რათა გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. მაგრამ ფესტოსმა მიუგო, რომ პავლეს კესარიაში დარაჯობდნენ და რომ მალე თვითონაც იქ მიემგზავრებოდა. უთხრა მან: ახლა რომელ თქვენგანსაც შეუძლია წამომყვეს და თუ რაიმე აქვს ამ კაცს დანაშაული, ბრალი დასდოს. მათ შორის 10 თუ 8 დღე დაჰყო და დაბრუნდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ადგილზე და პავლეს მოყვანა ბრძანა. როდესაც ის მოვიდა, მის ირგვლივ დადგნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი. პავლეს ბევრსა და მძიმე ბრალდებას უყენებდნენ, თუმცა მათი დამტკიცება არ შეეძლოთ. მან კი თავის გასამართლებლად თქვა: არაფერი შემიცოდავს არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ. ფესტოს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმში ასვლა გინდა, რომ იქ განიკითხო ჩემს წინაშე ამის გამო. პავლემ უთხრა: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არ ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. თუ მართალი არა ვარ და რაიმე ჩამიდენია ისეთი, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ყველაფერი ტყუილია, რაშიც ესენი ბრალს ნდებენ, არავის შეუძლია მათ ხელში მიმცეს. კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ. მაშინ ფესტოსი მოეთათბირა თავის საბჭოს და უპასუხა: კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და კეისართან ვეწახვალ. რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერენიკე მივიდნენ კესარიაში ფესტოსის მოსაკითხავად. და რა კი მრავალი დღე დაჰყვეს იქ, ფესტოსმა უთხრა მეფეს პავლეზე: ერთი კაცია, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად. მასზე იერუსალიმში ყოფნისას შემომჩივლეს მღვდელმთავრებმა და იუდეველმა უხუცესებმა. მის დასჯას მოითხოვდნენ ისინი. მაგრამ მე ვუპასუხე, რომ რომაელებს არ სჩვევიათ სასიკვდილოდ გადასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი და სანამ ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა. როდესაც ისინი აქ ჩამოვიდნენ, დაუყოვნებლივ მეორე დღესვე დავჯექი მსაჯულის ადგილზე და ბრძანე იმ კაცის მოყვანა. ბრალდებლებმა, რომლებიც გარშე მოეხვივნენ, ვერც ერთი ბრალდება ვერ წაუყენეს, რომელსაც მე ვარაუდობდი. მაგრამ ისინი რაღაცას ედავებოდნენ მას სარწმუნოებასა და ვიღაც გარდაცვლილ იესოზე, რომლის შესახებაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო. ამ საკითხის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ განიკითხო მეთქი ამისთვის. მაგრამ რადგან პავლემ მოითხოვა, რომ ავგუსტუსის განსახილველად დაეტოვებინათ, მეც ვბრძანე დაცვის ქვეშ ყოლოდათ, ვიდრე კეისარს გაუგზავნიდი. აგრიპამ კი უთხრა ფესტოსს: მეც მინდა იმ კაცის მოსმენა. ხოლო მან თქვა: ხვალვე მოусმენ მას. მეორე დღეს, როდესაც მოვიდნენ აგრიპა და ბერენიკე დიდი ბრწყინვალებით და შევიდნენ მისაღებ დარბაზში, 1000-ის თავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად, ფესტოსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე. თქვა ფესტოსმა: მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც. ყვიროდნენ, მან მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო. მაგრამ მე ვცანი, რომ მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია და რა კი თვითონ მოითხოვა ავგუსტუსის სამსჯავრო, გადავწყვიტე მისი გაგზავნა. დამაჯერებელი არაფერი მაქვს, რომ მიუწერო ხელმწიფეს. ამიტომ მოვიყვანე ეგ თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა განსჯის შემდეგ მისაწერი მექნეს. ვინაიდან უაზროდ მიმაჩნია პატიმარი გაუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული.